ადამიანი, რომელთანაც მივდივარ მე ახლა, ყველას უყვარს ბათუმში, ვინც იცნობს, ძალიან ნიჭიერია და ამავდროულად გიждდება ყავა ისე უყვარს. ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ძალიან წარმატებით. დიზაინერი გოგა ნიქაბაძე იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი, რომელსაც ახლა მივაკითხავთ ატელიეში და ვეტყვი რომ გამოვიდეს. გოგა, მოვედი, გამოდი. ჰოლა! Აფერ ხარ? ძალიან მომენატრე, წამოდი. ასე ვერ წაგე. ასე როგორ? რატო არ მოგწონვა? მე შენ სულ მომწოხარ და რაღაცა სერვიზე მოგიწევთ. უნდა ჩამოიცვა? კაი, დამელოდეთ ეს დამიჭირეთ და მოვალ რამდენიმე წამში. არ წახვიდეთ. დადან. აბა რომელია შაქრიანი და რომელი უშაქრო? დედა რა გოგოა. ეს უშაქროა? კი. საით წავიდეთ, რომელი ბათუმი მოგენატრა? სანაპირო უფრო ალბათ. ბულვარის ხარ. კაი, წავიდეთ. ისე ბულვარში ნაკლებად დავდივართ, რომ ეს ქალაქის ქუჩები და შენობები გვინდა. საითაც გინდა? გამოიჩინე. იყავი ჩემი მეგზური. ჩემი ბიჭი. გოგას რო კოფე უყვარს. ძალიან. მეორე ეგეთი მოსიყვარულე ყავის მიმართ ადამიანი არ მეგულება. ხაში რამდენი ფიჯა ყავასო. ლამაზი ხო არის? თან ძალიან ჭკვიანია და ყველაფერს იმახსოვრს. ჭკვიანია თან იმახსოვრს. მეც ვარ ზოგჯერ ჭკვიანი, მაგრამ არაფერს არ ვიმახსოვრ. ხაში დაახლოებით რამდენ ფინჯან ყავასო? ნუ 5, ზოგჯერ 7. მართლა? იმიტომ რომ ჩემი დღე გვიანი წება. ნუ სადღაც 12-ზე და ძალიან გვიან ღამის 4-ზე ან 5-ზე მთავრდება. ასე გვიან რატო? მიყვარს ღამით მუშაობა და შესაბამისად სტუმრების სტუმრები და გამომდინარე გვიანობამდე გვაქვს ხოლმე მორგება კოლექციების და საქმე. ვიცი რა, ცოტა ისე ვიტყვი, პუტვაა შენზე. ალბათ. მაგრამ საქართველოში ეს არ ჩანს. რატო არ ხარ საქართველოში? იცი რა, ვთვლი რომ რაღაცა პერიოდით უნდა პაუზა ავიღო აქ. რომ ჩემი ბრენდი არ არის ყველასთვის, ანუ ესეთი მასიური. ხო, და უფრო ამ ყველა სტუმარს ჭირდება ჩემი ყურადღება, ჩემი რჩევა და ესე ორ ქალაქზე რაღაცა ვერ ვახერხებ. და ის რომ მუდმივი კლიენტები ვინც ყავს, ესე თქვა ჩემი მეგობრები, როცა ჩამოვდივარ, მოდიან სახელოსნოში ჩემთან და ატელიეში და აქ უკეთებ უახლებ გარდაჭერას. ვიცით ხოლმე, როდის ხარ აქ, იმიტომ რომ ყოველთვის გვატყობინე. მაინც ხო ეს შოუ ბიზნესის სფეროა, ხო, ასე თუ ისე. სამოდელიო რო კარიერა უბრალოდ და აი შედარება რო გააკეთო. საქართველოს და ვთქვათ, საქართველოს ფარგლებს მიღმა, შიდა სამზარეულოსი და ასე შემდეგ. მიდგომა თვითონ კლიენტების, როგორია ამ ყოველთვის. იქ უფრო კარგ ხარისხში გექნება ეს ყველაფერი. აქ უფრო მეგობრულ ფუძეზე არის აგებული ყველაფერი და პროფესიონალიზმი, ვთქვათ, ეთერში გასვლის წინ, ხო, არის უფრო ნაკლები ვიდრე იქ. იქ ამას ჭირდება ძალიან დიდი ყურადღება. ყველა ცნობად სახეს ყავს თავისი ვიზაჟისტი, თავისი სტილისტი, რომელიც უკეთებს არწმუნობას, ყავს სტილისტი, სამოსის, რომელიც ურჩევს თუ რა ჩაიცვას საბუთი. ანუ რამდენიმე კაცი მუშაობს ერთ ადამიანზე? კი, მინიმუმ 4 ადამიანი მუშაობს ერთ ადამიანზე და შესაბამისად თვითონ ცნობადი სახე არ არის ესეთი დაძაბული და არ არის ამ სამუშაო პროცესში ჩართული. იმიტომ რომ თვითონ ამტკიცებს ან მოწონს, ან არ მოწონს და ეგ არის. და მასშტაბებით საქართველოში ყველაფერი უფრო ბევრად სულიერია, უფრო ბევრად ბილი, რაღაცა ემოციებთან ახლოს, ხო? იმიტომ რომ პატარა ქვეყანა არის და რაღაცა სხვანაირი მუხტი გვაქვს ქართველებს, ხო? ადამიანურ ურთიერთობებზეა ეგ ბიზნესიც კი აგებული, ხო? კი, და იმის გამო რომ საქართველოში არის პატარა ბაზარი, შესაბამისად ვერ არის ისეთი მასშტაბი, როგორც არის სხვა დიდ ქალაქებში. საკეში შეხედო შენს გიყვარს რო ხდება? კი. მაგრამ ჯერ მე მგონი ძალიან მიხდება. ხო მიხდება. გოგამ რო დაიწყო ეს ყველაფერი ბათუმში, მე მახსოვს, თუ კი ვინმე ლამაზი გოგო იყო, ყველა იყო გოგას მოდელი. ნუ ყველა არა. და ეს მახსოვს რა, იმას იცნობ, კი, ეგ გოგას მოდელი როა, კი და ანუ რაღაცა ერთ-ერთი პირველი იყავი საერთოდ ამ სფეროში, მე მგონი რა, სუსუ პატარა იყავი, მოდი მოვყვეთ რა. მეც მინდა რომ გავიხსენე. ერთ-ერთი პირველი ვიყავი საქართველოში, მაგრამ პირველი ვიყავი ბათუმში აჭარაში, ვინც წამოიღო საერთოდ ეს კულტურა, იმიტომ რომ მე ვიყავი 14 წლის, ყველა მიცის უკვე მე მგონი რომ გავაკეთე პირველი ჩვენება თითების თეატრში. თითების თეატრში. და შემდეგ მე და ჩემი პროფესია, როგორც ყოველთვის ვამბობ, გავიზარდეთ ერთად. ხო. და როგორც ეხა არ უნდა
ილაპარაკონ, ვის როგორი აზრის არ უნდა კონდეს, მე ამ ქალაქში ვიყავი ამ სფეროში პირველი. ვარდა ვაპირებ რომ ვიყო კიდე. ვარდა ვიქნები. ეს კულტურა წამოვიყეთ ჩვენ სამოდელო სააგენტო, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ იყო რაღაცა შოუებში ვიღებდით მონაწილეობას, სადაც თქვათ ესეთი პროგრამაში იყო ჩასმული ჩემი ჩვენების თქვათ 10 წუთი, 15 წუთი. ყოველთვის თბილისიდან მოდელების მოწვევა იყო რთული და ამან წამოიღო ის რომ იდეა მოიტანა რომ გავაკეთე სააგენტო. ხო, ჩამოვიყვანეთ თბილისიდან სპეციალისტები, რომლებმაც ძალიან კარგი კურსი გაატარეს მოდელებს და შემდეგ უკვე ამას ჰქონდა მრავალწლიანი სახე და პირველი ჩვენება ფოტოშორის იყო სატელევიზიო ვერსია საქართველოს პირველ არხზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, ანუ აჩვენებდნენ ამ მოდელებს ჩემი მეგობრები და პედაგოგები. მათ შორის სოფო ხალოში იყო ფოტოშორის და სოფო ესე იგი თუ კი ვინმე გამხდარი და კარგი აღნაგობის გოგო იყო ამ ქალაქში, ყველა იყო გოგას მოდელი, ჩემს ეხა საით ვიცოდი რომ ამას ეთქვა. სულ ამას მახსენებს წელი ცხოვრება. და ეხა ნახე ისინი აღარავინ და მხოლოდ შენ. ხვდები? ხედა. ეხლა უკვე რეალურ დროში უნდა იცხოვრო. და ისე როგორ შეხვდა ბათუმელები ამ ამბავს საინტერესო. ხო და მთელი ბათუმის ბიჭები იკრიბებოდნენ და გოგას ჩვენებაზე. მოსაწვევებს ჩალიჩავდნენ ძალიან. ეს ლამაზი გოგოები რო ენახათ. ხო, მაგრამ სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვინც ამ განწყობით მოდიოდა რომ ლამაზ გოგოებისთვის თვალი შეევლო, ესე ვთქვათ, ყოველთვის ჩვენების ბოლოს აღნიშნავდნენ, ну არა, მაგრამ ზმანი იყო რაღაცა ძალიან. ყოველთვის აღნიშნავდნენ იმას, რომ ანუ იყო 50-50, ხვდები? ანუ ამიტომაც გამოდიოდა სულ ისეთი შედეგი, რომ რაღაცა კაი მართლა კარგი ჩვენება. და ამ გოგოებისთვის რა იყო? ხა ეს ხო მთელი დიდი დღესასწაული იყო. დღესასწაული და სხვათა შორის დღესაც ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და ვისთანაც მეგობრობ, ყოველთვის იძახიან, რომ ეს იყო რაღაცა არა მხოლოდ ამ მიმართულებით რაღაცა გამოცდილება, არამედ ცხოვრებისეულად, იმიტომ რომ იქ იღებდნენ უდიდეს სკოლას, მაკიაჟის გაკეთება, ну ყველაფერი და ну სხეულის მოვლა და ეს ამ სკოლას რო გადიხარ რაღაცა, მე რჩება ეს როგორც დილის რუტინის ამბავში. ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის ულამაზესი მოგონება, რაც შეიძლება ყველაზე რთულ მომენტში ტვინმა გაგახსენოს და რაღაცა გაგიხარწყოს ის ცუდი ფონი, რაც გაქვს ამ წუთას. მე მახსოვს რომ ბებო გეხმარებოდა ყველაფერში. ბებო იყო საერთოდ პირველი ადამიანი, ვინც შენიშნა ჩემში ეს ნიჭი. შენ ხო გახსოვს მე სტუდიაში დავდიოდი თეატრალურში ტიპ-ტოპი. კი, როგორ. და საკმაოდ კარგად მღეროდი, ცეკვავდი, პლასტიკა მქონდა, კარგი ნუ ახლაც მაქვს, მაგრამ. კი, რაღაცა ხელოვნების სხვადასხვა. და ყოველთვის კოსტიუმებს ამ გამოსვლებისთვის მოვიფიქრებდი ხოლმე ჩემი და ბებო მიწყობდა ხელს, რომ ეს ყველაფერი ჩემი იდეები რეალობად ქცეული იყო და მან შენიშნა რომ მქონდა ეს ნიჭი, როდესაც დამეწყო გარდატეხის ასაკი და ხმის მუტაცია, ეგრევე მოვიფიქრეთ ის რომ გამეკეთებინა ჩვენება და ბებო იყო სხვათა შორის ძალიან ბევრი წელი ახლა სამწუხაროდ ავადარი, დემენცია აქვს მას, რაც ჩემი ძალიან დიდი ტკივილი და პრობლემა არის ცხოვრების, ესე ვიტყოდი, მაგრამ რომ არა ის ალბათ ეს თავდაჯერებულობა ის რომ ზუსტად საერთოდ ოჯახის თანახმობა ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელიც ბავშვობიდან ირჩევს რაღაცა პროფესიას და ისინი მიყვებიან მას, ეს არის ძალიან დიდი სტიმული და თავდაჯერებული ხარ, იმიტომ რომ არა გაქვს ის მომენტი, რომ სწორგზაზე ვარ, არა ვარ, რა როგორანაირად და თან მით უმეტეს საქართველოში მიაღწიო რაღაცას არის ძალიან რთული და ამ რეალობაში ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, რომ შენით რაღაცა ეგრეთ წოდებული პატრონების გარეშე მიაღწიო. კი, და ნიჭიც რო გაქვს, ადამიანების ინტელექტუალური დონე იმდენად დაბალია, რომ მანერა აქვთ ეგეთი, რომ დაცინიან სხვას. კი, ეს საქართველოში ძალიან ტენდენციური გახდა ბოლო დროს განსაკუთრებით, ძალიან. ეს სამწუხაროდ მეტყოლებს იმასე, რომ როდესაც ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს, თავი არის თავისუფალი, საქმე არ გაქვს პირველ რიგში. რატო უნდა გაგეცინოს, როდესაც ძალიან ლამაზი გოგო ახალგაზრდა, რაღაცა ენერგიით სავსე, შემართებით მიდის ქუჩაში და რაღაცა დაცინო, ან თუ გინდ ბიჭს. რაღაცა ეს გადაგვარების მომენტები რო არის, ცოტა მაწუხებს და მწყინს, რო მე მახსოვს რომ რაღაცა ბულინგის ხარბლი ყავი შენ სოციალურ ქსელში, ხო? როდის მითხარი? არ მახსოვს რაღაცა რამდენიმე წლის წინ. შეიძლება, რავი. ეს შენ ისი მე არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ მე არასოდეს ვისაც იმისი დრო აქვს, თუნდაც ვთქვათ, ეხა ჩვენი ინტერვიუს ქვეშ, ხო? რაღაცა დაიდება აუცილებლად, ხო?
ჯერ ერთი კარგად უნდა იცოდნენ რომ მე იმისი დრო არ მაქვს რომ მე ეგ წავიდე. კომენტარები იკითხე. ჩემი Facebook გვერდზე შედი და ნახე როდის ვარ ბოლოს დამყოფი. ერთადერთი Instagram-ი მაქვს, რასაც ასე ვთქვათ, რომ ყოველდღიურად ხო. საქმის ნაწილია და იმიტომ გაქვს Instagram. შემდეგ მაგათმა რომ იცოდნენ რომ რამდენად არ ვაქცევ ყურადღებას ამ ყველაფერს ხო ჯერ ერთი როგორ აქვს ამისი დრო რომ დაწერო რაღაცა სტატუსი, აი ესეთი ტექსტებით რო წერენ ხოლმე და მით უმეტეს ცუდი. რაღაცა თითქოს და თავის ჭიას ახარებენ, რომლებიც უხვატყავთ სხეულში. და ისა რა ქვია, ან დაწერე კარგი, ან ურაფერს ნუ დაწერ, ხო ხვდები თუ წე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე არ მომწონს, შეიძლება ბევრი ვინმე საერთოდაც არ მომწონდეს, არასოდეს არ მიმიცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება, რომ ვიღაცას დავუწერო. ეგ თან როგორ რაღაცა ნახე, აი კადრს მიღმახარ, ძლიერი ტიპის, სადაც კლავიატურში კათხარ წოდებული და ესე პირისპირ კი ვერ გეტყვიან. ადამიანი, რომელიც ცუდ კომენტარებს გიწერს, გამორიცხულია ის ესე მოვიდეს და პირისპირ გითხრას გოგა შენ ესეთი ხარ. ნამდვილ ცხოვრებაში ვერ გეტყვის. ვერა, საერთოდ ძალიან ცუდი მომენტია ის რომ დედამიწაზე აღარ აქვს უნარი იმისი რომ შენი თავი ჩააყენო სხვის სიტუაცია. ხო, რომ გაიაზრო, მისი სათვალეებით რო შეხედო სამყაროს. ხო. ან კიდე გაიაზრო ის რომ რა შეიძლება კონდეს გავლილი ამ ადამიანს, ხო, რაღაცა ემოციური ფონი, ტრაგედია თუ წარუმატებლობა თუ რა და ამის ანალიზის უნარი რო კონდეს საერთოდ ადამიანებს, ალბათ უფრო ბევრ სიკეთეს გააკეთებდა ნებისმიერი ჩვენთაგანი. ბავშვობაში მახსოვ ხარ საოცარ, რა ვიცი, საქართველოს ყველაზე ლამაზ ქალ ლიკა ქავჟარაძესთან ერთად და მახსოვს რომ მაშინ ამბობდნენ კიდევაც რომ აი ლიკა ძალიან ეხმარება გოგას რაღაცეებში. საერთოდ დავიწყებ იქედან რომ ჩემი გააკვირვება არის ძალიან რთული, მაგრამ ჩემი გაოცება იმ მხრივ რომ ვაუ რაღაცა ვნახე რაც არ მინახავს, ეს გამიკეთა ჩემმა ქვეყანამ და გამანებივრა იმით რომ ისეთი ადამიანები გვყავს ხელოვნების სფეროში არა მხოლოდ ნებისმიერ თაობაში და ნებისმიერ ეპოქაში რომ ესეთ პატარა ერში კი არა საერთოდ ნახევარი ისა დედამიწა რო აქვს დაპყრობილი ეგეთ ხალხს 100 წელიწადში 3 თუ ეყოლება ესეთი მნიშვნელოვანი და ნიჭიერი ადამიანები, ხო? და ამიტომ ყოველთვის მაქვს ის DNK-ში ის მაქვს, რომ გააზრებული რომ ვარ უბრალოდ გენიალური ერის წარმომადგენელი. და ლიკას რაც შეეხება, მე ვთვლი რომ ის იყო მე კი არა, ბევრად ჩემზე უფრო პროფესიონალები მის სფეროში ვინც რომ ლიკა იყო საერთოდ მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ეს მართლაც ესე არის. ისო გასწილი იყო სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო, ცოტა სხვა მენტალიტეტი ქონოდა, ალბათ ის დღეს არ იქნებოდა მსხვერპლი იმის რისიც იყო მთელი ცხოვრება. ლიკა იყო პირველი წამყვანი, ჩემი პირველი ჩვენების და შემდეგ ჩვენ იქ ძალიან დავმეგობრდით, იმიტომ რომ მას მოეწონა კოლექცია, ჩემი ნიჭი და შემდეგ იყო რომ თბილისში ხშირად მიწევდა ჩასვლა ლიკას მოწვევით, ის არაერთხელ გამოსულა ჩემს ჩვენებებზე. სამწუხაროდ ბევრი მასალა ამისი არ არის. მას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ცხოვრების ძალიან დიდი პერიოდი, ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი პერიოდი დაამშვენა და გააკეთა მართლა რომ ვარსკვლავური. პირველად ვარ რესტავრაციის შემდეგ რუსთაველზე და ძალიან მომწონს. ჩვენიერია ხო? და მომწონს ის რომ ქალაქი იღებება ღია რუხ და თეთრ ფერებში რაღაცა ძველ ბათუმზე მსგავსება. რა კაია, ქმარს რაღაცა. პირველად გადავდივარ წელს ამ გზაზე. ჩაიფიქრე სურვილი. სურვილი უნდა ჩავიფიქრე. ყოველთვის გადაგეკვეთოს და გევლოს წარმატების გზით. დიდი მადლობა. ხო და საუბრობდით თვითონ განწყობებზე, ქართველი დიზაინერების და ქართული პროდუქტის მიმართ. ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე ვამაყობ ჩემი კოლეგებით და ყოველთვის ჩემი კოლეგების მიმართ მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, რატო იცი? ეს იმდენად დიდ შრომას მოითხოვს ჩვენი პროფესია, რომ სხვა თემა ნიჭიერია თუ უნიჭო ადამიანი, ხო? მაგრამ თვითონ პროფესია მოითხოვს უდიდეს შრომას, რომ რაღაცა შედეგი მიიღო. ძალიან ბევრი მათგანი დამეთანხმება, რომ ყოველთვის უწყობ ხელს, თუ კი რაიმეთი შემიძლია, ვიყო მოუტანო მათ სარგებელი, ყოველთვის ვეხმარები ხოლმე. ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი არის ძალიან წარმატებული, რაც მე ძალიან მახარებს და მაძლევს კიდე ერთხელ იმის საშუალებას, რომ ხრებში გავიმართო, ხო? რაღაცა კარგი ის რო გესმის ადამიანებს, ყოველთვის
საერთოდ ძალიან მიყვარს ზოგჯერ ცრემლიანიც მაქვს ხოლმე თვალები, როდესაც ხედავ ნიჭიერ ადამიანებს, ან რაღაცა გადაცემაში უყურებ, ან სადმე გავიგებ ინფორმაციას, ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. აი, რას ამბობენ ხოლმე, რამე განსაკუთრებული ხაზი აქვს? თუ აი რით არის გამოჩენილი? იცი რა ხედვა ჩვენი ეს, როდესაც მე მეკითხებიან რაღაცა, იცი რა, ძალიან ევროპული მოდელები გაქვს, მაგრამ ამავდროულად ძალიან ქართული. ეს შენ ამას ვერ იაცებ, შენ ამას მე ამას სპეციალურად არ ვაკეთებ. ხო, ყოველ უჯრედში მაქვს ჩემი ქვეყანა გამჯდარი და ჩემი გენი და ეს ყველაფერი შესაბამისად გადადის სამოსზე. ყველაზე მეტად რა გენატრება ხოლმე გოგა? აქ რო დიდხანს არ ჩამოდიხ. ყველაზე მეტად მე გეტყვი ახლა რა მონატრება. საერთოდ შემოდგომაზე რო ვიყავი ჩამოსული, დავიჭირე ჩემი თავი იმ აზრის გააზრების დროს, რომ ბათუმი ჩემთვის გახდა მხოლოდ მოგონებების ქალაქი, სასიამოვნო მოგონებების ქალაქი. იცი როგორ? აი ძველ ფოტოებს რო ვუყურებ, რაღაცა სასიამოვნო ვიდეოს რო ვუყურებ, ხო, ძველი ბავშვობის რაღაცა ესეთი მოგონების ქალაქი გახდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ სადღაცო გავივლი რომელიმე მონაკვეთში, ხო, იქ მახსენდება კარგი მოგონება, აქ ეს ცხოვრობდა, აქ ესეთი დრო გვაქვს გატარებული, ხო, რაც ყველაზე სუფთა პერიოდს უკავშირდება და რაღაცა და აღარ არის სამწუხაროდ ქალაქელობის ინსტიტუტი უკვე ქრება. რაღაცა შირმა დაიდო თითქმის ამ ურთიერთობებს შორის და ეს არის საწყენი, იმიტომ რომ ბათუმი პირველ რიგში ურთიერთობების ქალაქი იყო. მართლაც ხო ეს ყველა ამას იწახის. გაიზარდა ადმინისტრაციული საზღვრებიც და ანუ რაღაცნაირად ისევ ცხოვრება დაჩქარდა ეხლა და აღარ ადრე იცნობდა. კი. ხო, და იცი რა, როდესაც ჩამოვდივარ, რაღაცა ყოველთვის ქვემოთ ქვაფენილზე ვიყურები ხოლმე, იმიტომ რომ იმდენად არ ხვდება უკვე ნაცნობი ადამიანები. ესე ადრე რო გახვიდობდი ქუჩაში, ყველა მეორე ნაცნობი 2 წუთის ფეხით სავალგზაზე 25 წუთი გჭირდებოდა, იმიტომ რომ იმდენი ნაცნობი ხვდებოდა და რაღაცა გეკითხებოდნენ როგორ არიან შენები, რა როგორ და ესეთი. ეხლა ეს აღარ არის სამწუხაროდ. გოგა, აი შიდა სამზარეულო მაინტერესებს დიდი შოუ ბიზნესი. აი კონკურენცია როგორია? თუ ყველა თავის საქმეს აკეთებს და იქ იმას ვაჯობებს. კონკურენცია არის, ოღონდ რამდენადაც ეს შეიძლება იყოს ჯანსაღი. ეს ინტრიგები, სინიესი. არის ეს ინტრიგები პროფესიულად არ ეს ხასიათია ადამიანის და ამას ვერ შეცვლი ადამიანში ამა თუ იმ ვარსკვლავში. მაგრამ ის რომ ჯანსაღი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან და ისო ვიღაცა თქვა ახალ სიმღერას გამოუშვებს და ბევრს მოწონს და ეუბნებიან კომპლიმენტებს, ეს ყოველთვის იგრძნობა, იცი რა არის ნათამაშები და რა გულწრფელად ნათქვამი. აი რომელ ვარსკვლავებს აცმევ და ყველაზე მეტად ვის უყვარ ხარ? ვინ არის შენზე გაფანატებული? რა გოგას გარეშე არ გავა სცენაზე? იცი რა, იმდენად ბევრია ეგეთი ვარსკვლავი და უბრალოდ ცნობადი სახე, არა მხოლოდ შოუ ბიზნესიდან, რომ ალბათ არ ღირს მათი ჩამოთვლა, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში დიდ დროს წაიღებს, შემდეგ ვიღაცა რო გამოვტოვო, მე გული მეტკინება. მე ყველაფერს კიდე არ ვდებ სოციალურ ქსელში, ვისთან მუშაობ, როგორ ვაკეთებ, იმიტომ რომ საერთოდ არა ვარ ამ თანამედროვე რუტინის მსხვერპლი პროფესიულად, იმიტომ რომ ადამიანებს დროა ჩემთვის ნაწილია. ჩემთვის არა და აგიხსნი რატო. რაღაცა დროის მიხედვით რო დებენ ამ პოსტებს და რაღაცა ეგეთი მენეჯერი უნდა აიყვანო ჩემთვის სიცოცხლე. არ მინდა, იმიტომ რომ უკვე გითხარი რომ მე იმდენად დახურული და არა ყველასთვის სივრცე მაქვს და სამოსი რომ ეს არ მოითხოვს თან ექსკლუზივია, არ არის ბევრი რაოდენობა. მე რომ მქონდეს თქვა უშვებდი თქვა ერთ მოდელს რამოდენიმე 1000 წელს ეს კი მესმის და ინტერნეტ გაყიდვები მქონდეს ან რაღაცა ეს მოითხოვს ამ ყველაფერს თვითონ ბიზნესი ინტერნეტ გაყიდვების სისტემა მოითხოვს ამ პუბლიკაციებს და რაღაცეებს მაგრამ როცა გაქვს ექსკლუზივი მანამ მე ეს გავგიკეთე თქვა გადავიღეთ და დავდეთ სოციალურ ქსელში ეს ყველაფერი უკვე გაიყიდა და მე კლიენტებს ხوار მიწერ რომ თქვა ეს ყველაფერი ხო არ არის და ყოველთვის ვიცემ კაცე ერთი და იგივე პასუხი და ჩემს საიტზეც, ჩემს ვებგვერდზეც რო შეხვიდეთ, იქ არის ჩვენი ძველი ჩვენებების ფოტოები, როგორც ალბომი. რო გადახედო, რომ იყოს ბრენდის სტილისტიკა გასაგები. შენს ირგვლივ ისე რამდენად კარგად იცნობენ საქართველოს და რამდენად სწორი წარმოდგენა აქვს საქართველოს? ჩემს ირგვლივ საქართველოს იცნობენ ძალიან კარგად, საქართველოს ძალიან უყვართ, ქართველები ძალიან უყვართ, აფასებენ და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ გარს მახვევია ისეთი ადამიანები, რომლებიც გაჟონთილი არიან სიყვარულით და
რაღაცა კეთილი თვისებებით. საერთოდ ყველაფერში ნორმის დაცვა არის საჭირო, ეს პროტესტია, პროტესტის დარბევა თუ შინაგანი რაღაცა მომენტებია. ხო, ყველაფერ ამაში არის დასაცავი ბალანსი, იმიტომ რომ არ დაკარგო საკუთარი თავი და რაღაცა შემდეგ ამ აფექტში არ დაგჭირდეს საკუთარი თავის უკან დაბრუნება. ახერხებ ამას? მე ყოველთვის კი. დაგიკარგავს ოდესმე წონასწორობა? მხოლოდ სიყვარულის დროს, როცა შეყვარებული ვარ. მართლა? რა საინტერესო. ანუ ბოლომდე შვები, ბოლომდე გიყვარს. და ეხლა შეყვარებული ხარ გოგა? ყველაფერი უნდა მოვუყიდოს. ცოტა. ნუ რა არის შენთვის სიყვარული? ჩემთვის სიყვარული რა არის? სიყვარული არის მთელი ჩემი ცხოვრება. თუ შენ არ გაქვს იმის უნარი, რომ სიყვარულით აკეთო ნებისმიერი რიგითი საქმე, ნუ ჩათვალე რომ შენ საერთოდ არ ცხოვრობ. ეგეთი ხარ ბავშვობიდან. რავი, მე ზოგადად მიყვარს ადამიანები, მიყვარს უპირობო ხარ, უპირობო. მართლა. რაღაცის გამო არასოდეს არაფერს არ ვაკეთებ, მინდა და ვაკეთებ. საერთოდ უნარი იმისა, რომ იცხოვრო ლამაზად, არ არის დამოკიდებული ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი არის სულიერი მდგომარეობა და თუ შენ ხარ შეყვარებული ბიჭი და არა გაქვს იმის საშუალება, რომ შენ შეყვარებულს აჩუქლას ერთი ვარდი, შენ შეგიძლია დაურეკო მეგობარს და გახვიდე მინდორში და 1001 გვირილად აკრიფო და მოუტან. თავარია როგორ გძნობ ამას და როგორ მოახერხებ ამ ყველაფრის გადათამაშებას. მერე გაჩუქე კარგი აბრეშუმები. რა გოგო დატრიალდი კიდე პროსტო. აი ხაც კარგი ნუტრიალები. ჰელი ბათუმის გოგოები გამოყავდა პოდიუმზე ჩემს გარდა. უსაველი ავენიუსი გადიხარებული შეხედე. ეხლა რომ ახალი ჩვენება იქნება, ანას რეკომენდაცია და პირობა. საქართველოში მინდა მომავალ წელს გავაკეთო ჩვენება, იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად ჩვენებების ციკლი შევწყვეტე მე ბევრი პანდემიამდე. ხა. და რაღაცა ძალიან მენატრება, იმიტომ რომ ჩემთვის ჩვენების გაკეთება და ამ ყველაფრის სტილისტურად აწყობა კოლექციას გულისხმობ, არის უდიდესი სიამოვნება და რაღაცა ძალიან მომენატრა ეს მომენტი და ვფიქრობ რომ მომავალ წელს აუცილებლად ესე ვთქვათ კარენოი ბათუმელებისთვის გავაკეთებ ესეც საჩუქარს ახალი კოლექციის ჩვენებას ვაჩუქებ ჩემს მშობლიურ ქალაქს. ცოტა ნაწყენი ვარ მე აქავრობაზე მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ როდესაც მე მქონდა 20 წლის იუბილე მოღვაწეობის, ძალიან ბევრ ადამიანს ხოვე დახმარება, რომ ფინანსურად ეს იყო ძალიან დიდი მასშტაბური პროექტი იყო, ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვდა და რაღაცა დიდად მიუხედავად იმისა, რომ გოგანი ქაბაძე ბრენდი იყო პირველი აჭარაში, ეს კულტურა როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, წამოვიღე მე რაღაცა ამ ყველაფერს მქონდა რაღაცა არც ისე დიდი დაინტერესება. სახარბიელო ხო, დაინტერესება. მე ვთქვი რომ მეთქი, ნუ თუ თქვენ არ გინდათ, მე ვცხოვრობ იმ ქალაქში, იმ სივრცეში, სადაც ძალიან მაფასებენ, ძალიან კომფორტულად ვცნობ თავს და სადაც მე ვარ პრინცი და დავტყვები იმ სივრცით და თუ თქვენ ეს არ გინდათ, ნუ მე ჩემი სურვილი და ჩემი სახსებით უკვე გავაკეთებ მაშინ, როცა მექნება ამისი განწყობა. საქართველოს შეიძლება რომ აი ამ პროფესიით იარსებო? არა. საერთოდ ვერა. ანუ იარსებო, გააჩნია არსებობაში რა იგულისხმება. თუ რაღაცა მინიმუმ საარსებოზეა საუბარი, ნუ კი და თუ რაღაცა მასშტაბურზე, არა, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ნაკლები პროცენტია იმისი, პატარა პროცენტია მყიდველუნარიანი საზოგადოების. შემდეგ ქვეყანა არის პატარა, ბაზარი არის პატარა და ავტომატურად ხდება ისე რომ ანუ დიდ ბრუნვას ვერც ერთი დიზაინერი ვერ გააკეთებს თუ ეს არ არის საზღვარგარეთ არ გადის კოლექცია და იქიდან არ შემოდის რაღაცა თანხა. როგორი უშუალო ხარ და როგორი აი მიმღებლობა გაქვს და ადამიანური თვისებების მთელი ნაკრები ხარ. აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში და აი შენ ახლა ვიღაცა ნამდვილად აღარ ხარ. კარიერა გაქვს შექმნილი, რა ვიცი, მართლა ვარსკვლავური და ვინც არ იცის მაყურებლები ამ გადაცემიდან გაიგებენ. უბრალოდ ეს საქართველოში არ ხდება. აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული იმისთვის, რომ აი შენი ადამიანური თვისებები უბრალოდ სამყაროს კი არ მოუტანო და ადამიანებს იკეთე, შენ თავადაც ბედნიერი იყო. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ წარმატების მთავარი ფორმულა არის, როდესაც ზუსტად ხვდები რა სურს შენ სურვილს. ანუ შენ სურვილს აქვს კიდე თავისი სურვილი, ხვდები? ანუ რაც მოითხოვს, ანუ ეს რას ნიშნავს, კონკრეტიკა, შენი სურვილის კონკრეტიკა, ხო? მოვიყვანოთ მაგალითად ზუსტად რო გაგაგებინო რას გეუბნები.
თქვათ ეხლა გადაღების შემდეგ ჩვენ თქვით რომ მოდი ღვინო დავლიოთ. წავედით და დავლიოთ რაღაცა ისეთი ღვინო, რაც პირველივე შეგვდა, ხო? მაგრამ თუ შენ იტყვი რომ მე მიყვარს ნახევრად კვილი, თუ მე ვიტყვი რომ მე მიყვარს წითელი, მშრალი, ჩვენ მივიღებთ იმ სასმელს, რომელიც ჩვენ გვინდა ნამდვილად ხდები და თუ ჩვენ მივიღებთ სურვილი იყო, მაგრამ კონკრეტიკა არ არსებობდა, ხდები? ანუ შედეგი. სურვილისგან მიღებული შედეგი. სხვანაირი თრობა გექნება, უფრო სასიამოვნო, ვიდრე გვექნებოდა ნებისმიერი პირველი შემოხვედრი მენიუში ღვინის არჩევისას, ხდები? ანუ ყოველ სურვილი უნდა დააკონკრეტოს ადამიანმა მიგიყვარს. და უნდა იცოდეს ზუსტად რისი გაკეთება მოგიწევს იმისთვის, რომ მიიღოს შედეგი სასურველი. აი ბათუმური ყველაზე დიდი კომპლექსები რა არის? აი ბათუმში დაბადებულების და გაზრდილების თავარი კომპლექსი რა არის? კომპლექსი არ არის, ისინი ავტომატურად ხვდებიან საზოგადოების მსხვერპლს. ანუ გაუაზრებლად. მე მაგალითად არასოდეს არ ვიყავი საზოგადოების მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ნათელი გამოვლინება იყო ჩემი გამოსვლა ქუჩაში 90-იანებში 2000 წლიდან, რა თქმა უნდა შემინიშნავს რაღაცა ისეთი მზერა თუ ჩაცინება თუ რაღაცა, მაგრამ ეს ჩემთვის მე ვიცოდი ყოველთვის რა გზაზე მივდიოდი. ისინი იქ არიან ჩაცინებულები დარჩენ იმავე გაზონთან, მე წავედი და გავიზარდე და მივახციე იმ შედეგს, რაც მინდოდა ბავშვობიდან. რაც მაშინ მქონდა ჩაფიქრებული. ხალხი რას იტყვის? ეგ არის ბათუმის კომპლექსი? დღეს საზოგადოება ბათუმში იცმევს იმოსება იმისთვის, რომ ვიღაცას მოუგოს რაღაცა თამაში, ხვდები? ანუ ამას არ აკეთებენ საკუთარი ყველაფერს აკეთებენ სხვის გამო. შეიძლება შენ არ კონდეს ახალი მოდელი ტელე. იმიტომ არიან რომ სხვებს ანახონ რომ ბედნიერები არიან, ხო? რაღაცა თამაში არიან, თან უნიჭოდ და თან უშედეგოდ. მომავალ ჩვენებაზე ჩვენ შემოქმედებით ჯგუფი ვინც ვართ აქა, ჩვენებაში მონაწილეობას მივიღებთ ან გადავიღებთ. ხო, ისე მამაკაცის ხაზიც ხო გა. მაქვს კი. მამაკაცის ხაზი სხვათა შორის დავით ჩაუშვი უკვე როდესაც გადავედი საცხოვრებლად მოსკოვში. იმდენად დიდი მე აქ ვაკეთებდი მამაკაცის სამოს, ოღონდ ინდივიდუალური დაკვეთება. და ესე რომ კოლექცია გამომიშვა, არასოდეს არ გამიკეთებია საქართველოში და იმდენად დიდი ინტერესი იწვევდა ჩემი სამოსი, გადავწყვიტე რომ გამოუშვა მამაკაცის ხაზი და სხვათა შორის ძალიან წარმატებით. ეს ყველაფერი თუდად რო არ არის მაგის ნიშანია. ფეხსაცმელები, აქსესუარები. ფეხსაცმელი ძალიან მოწონს ვარ. ეს ჩემი კოლექცია, ესეც ყველაფერი ცილინდრი. ყველაფერი ჩემია, ეს საჩუქარია. ამ ბოლოს ბრილიანტებზე გადამეწყო ეს არ აქვია. ოღონდ მე რო ვყიდულობ არ მიყვარს, ომჩუქნიანი ეს მიყვარს. აი როგორი წარმოგიდგენია ეს ქალაქი მომავალს? შენ როგორი გინდა რომ იყოს? და რა არ უნდა დაკარგოს? რა არის ყველაზე ავთენტური? ახლა ძალიან გამიგრძელდება, იმიტომ რომ ამ ქალაქზე რო ვიწყებ საუბარს, უსასრულოა ჩემი. თავარი არ იწირო ახლა შენ. წრებლები არ გინდა. იცი რა, ადრე ძალიან მომწონდა ქალაქის ძველ ბათუმში, როდესაც ჩაიდგა ეს სათამბო და რაღაცა თითქოს ახალი სიცოცხლე და რაღაცა ლამაზი სინთეზი იყო ეს და რაღაცა კარგი შერწყმა და როცა წამოვიდა ეს ახალი ბულვარის ტერიტორიისგან ზოგადად ქალაქში ეს რაღაცა მართლაც უსახური და მართლაც ეხა არავის არც ერთ არქიტექტორს არ მინდა რომ რაღაცა ისა, მაგრამ უსახური შენობები არ გინდა რა, მაგრამ ეს ცალკე აღებული შენობა ძალიან კაია და ძალიან ნორმალურია, კაი ვიზუალურად, მაგრამ ესო იყო სხვა ადგილას ჩადგმული, არა იქ სადაც არის, ხო? ბევრად უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა და ვფიქრობ, რომ ეს ბალანსი რო არ დაირღვეს, რომ როგორი პანდუსები იყო გახსოვთ ბათუმში, სპეციალურად გათვლილი, რომ წყალი იმის ქვეშ უნდა ძალიან მაგარი. მოდი ეგ დავაბრუნა, ძალიან დასაწყობებულია ვიცი. მართლა? რამის თქმა ხო არ გინდა შენით, რამე ხო არ გინდა რომ დაამატო. მინდა რომ დავამატო, რომ მინდა ჩემს თანაქალაქელებს და ჩემს ქალაქს უთხარო ძალიან მიყვარს. ის რომ მშვიდად იყავით, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ მოსკოვში თუ საცხოვრობ ეს არ არის ღელვის საგანი, საფუძველი, იმიტომ რომ მე რომელი ქალაქი წარ უნდა ამერჩია ესე ვფიქრობ, რომ ჩემი მიდგომით საქმის მიმართ, სამყაროს მიმართ, ყველგან პარიზი იქნებოდა ეს, მილანი თუ მოსკოვია ახლა, ყველგან ვიქნებოდი ისე, როგორც ვარ ახლა მოსკოვში. ანუ კარგად, ბედნიერად, ლამაზად და მინდა რომ შენი საქმეს ერთგული. კი, მინდა რომ ყოველთვის ჩემს ქალაქზე და ჩემს თანაქალაქებზე გავიგო ძალიან კარგი სიახლეები, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია. მინდა შენ გითხრა მადლობა, რომ ბიჭებს მადლობა, დედას
მადლობა ჩემს, იმიტომ რომ ის დღემდე ჩემს გვერდით არის, უძღვება ჩემს საყვარელ საქმეს, თქვა რაც ბათუმის სახელოსნოს შეეხება. მე მყავს ძალიან ლამაზი და ძალიან ჯიგარი და ის არის პირველ რიგში ჩემი მეგობარი. და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მშობელი, ნებისმიერი შვილისთვის უნდა იყოს პირველ რიგში მეგობარი, იმიტომ რომ მათ შორის არ იყოს რაღაცა არ ხდებოდეს ისეთი რაღაც არ გააკეთოს ბავშვმა ზურგს უკან, რაც შემდეგ მას მოუტანს ზიანს. ჩემს ბებოს, რომელიც უკვე თავის სამყაროში ცხოვრობს, ძალიან დიდი მადლობა. იმისთვის, რომ მე დღეს ვარ ესეთი, როგორიც ვარ, და მინდა რომ დედამიწაზე იყოს მშვიდობა, ბედნიერება და ყველა ადამიანი იყოს მართლაც 100%-ით ბედნიერი. ეს მინდა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხარ და მარტო მე კი არ მიყვარხარ, მართლა ყველას უყვარხარ, ვინც გიცნობს, იმიტომ რომ აი მოსიარულე, ცოცხალი სიყვარული ხარ და მე მგონი ეს უკვე დაინახა ჩვენმა მაყურებელმა. ცუდად არ მიცხოვრია და აბა და წინ კიდე რამდენი გელოდება, ესე წავიდე.